Ანსამბლი ერისიონი 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის ემზადება. მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ პროგრამის წარსდგება ანსამბლი 27 ნოემბერს საიუბილეო ალბომის პრეზენტაციად შედგება. მოცეკვავეები სამხატვრო ხელმძღვანელისგან ბოლო მითითებებს იღებენ. საიუბილეო კონცერტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ემოციებით ემზადებიან. განსაკუთრებული კონცერტისთვის მივზადებით 130 წლის იუბილეა ანსამბლის. ძალიან დიდი მონდომებაა, რა თქმა უნდა, საჭირო ყოველთვის გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან დიდი შოუ ნახოს მაყურებელმა. მრავალსაუკუნოვან ქართულ ხელოვნებას, რომელსაც ანსამბლი წლებია სცენაზე აცოცხლებს, 27 ნოემბერს განახლებული შოუ პროგრამით მაყურებელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარუდგენს. Pedi ansambli თარიკაობა ყოველთვის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და ამ შემთხვევაში გავაკეთებ ხუთეულის ხება, კინტები, რომელიც გამორჩეული ხება ყველაზე. მექნება ერთი ახალი ძალიან საინტერესო ნომერი მეგრულ ფოლკლორიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ხარი და რომელიც სრულდება ფეკვასთან ერთად. პირველ წყაროს დიდი ერთგულება, ასე აფასებს ჯემალ ჭკუასელი ანსამბლის 130 წლის ისტორიას. თავარი აქ არის ის, რაც ჩვენმა ხალხმა შექმნა შედევრები. ჩვენ გვაქვს სიმღერის და სიმღერის ერთიანობა და საერთოდ ეს არ არის ის უბრალოდ ფოლკლორი, ეს არის დიდი ხელოვნება. ახალ ალბომში ჩემის აზრით იქნება ყველაზე საინტერესო თემები შესული. პირველ რიგში იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც 130 წლის ისტორიას შექმნა ერისიონის ცხოვრებაში. საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია კონცერტის დაწყებამდე გაიმართება. მასში თანამედროვე ერისიონი და მისი ისტორია იქნება წარმოდგენილი.